ევროსაბჭოში ხვალ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარადგენენ რეზოლუციას სახელწოდებით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასამბლეა გმობს ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას და ანტაგონისტურ ურთიერთობებს ევროპულ ორგანიზაციებთან. ის ასევე გმობს საერთაშორისო საზოგადოების წევრების მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებსა და თავდასხმებს. დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება დაიწყებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, როგორც ამას ივანიშვილის გუნდი აანონსებს, ეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის ოფიციალური დაკანონება იქნება. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, ასამბლეა შეშფოთებულია, რომ ქართული ოცნება სისტემატურად არ ითვალისწინებს მის გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს ქვეყანაში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაც იზიარებს. ასამბლეა გმობს, რომ მისი მოწოდება არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე არ შესრულდა. ამის შედეგად ოპოზიციის უმრავლესობა არ მონაწილეობს არჩევნებში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კი მათი დაკვირვების საშუალება არ მიეცათ. ასამბლეა ასევე გმობს ეუთოოდირის დაგვიანებულ მოწვევას, რამაც მათთვის დაკვირვება შეუძლებელი გახადა. ასამბლეა გმობს პოლიტიკური განსხვავებული აზრის მიმართ დაუნდობელ რეპრესიებს, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ. ასამბლეა იმეორებს თავის დაგმობას ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო. ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას და შეუთავსებელია დემოკრატიასთან. ასამბლეა სინანულით აღნიშნავს, რომ პოლიციის ძალადობასა და მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. მოწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს იურიდიული პროცედურების ბოროტად გამოყენება და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეცვალოს ქვეყანაში დემოკრატიის რღვევა. რეზოლუციის პროექტის თანახმად ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ქართული ოცნების ქმედებებით საკამათო უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის აღსრულების მიზნით, რაც ხელს უშლის მათ სათანადო ფუნქციონირებას. ასამბლეა ამბობს, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონთან ერთად ძალაში რჩება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც არ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. გარდა ამისა, ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 16 აპრილს გრანტების შესახებ კანონის მიღების გამო. დოკუმენტის თანახმად ასამბლეა მიიჩნევს, რომ ამ კანონების ეფექტი გამანადგურებელია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომლის გადარჩენა ამჟამად რისკის ქვეშაა. ამ კონტექსტში ასამბლეა გმობს 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვას და მიიჩნევს, რომ ეს შემაძრწუნებელ გავლენას ახდენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით პასეს რეზოლუცია განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მათი თქმით, ეს არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციის პროექტში ყველა აბზაცი ტყუილია. პაპუაშვილის თქმით, მათი მორალური სტანდარტი ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ბევრად დაბალია. როგორც ის ამტკიცებს, ამგვარი პროექტები პოლიტიკურად მოტივირებულია. ყველა აბზაცი არის ტყუილი. ან ხო ამასაც ხო მოხერხება უნდა. ყველა აბზაცი შეგვიძლია გავიაროთ აბზაცს, ყველა აბზაცი არა თუ მანიპულაცია, დეზინფორმაცია, ჩვეულებით ტყუილი არის, ასე ვთქვათ. რომელსაც ამიტომაც გვაქვს საერთო ჯამში ასეთი მდგომარეობა, რომ აღარ არსებობს სამწუხაროდ ზოგიერთისთვის რაიმე სტანდარტი ღირებულებებისა, არის მხოლოდ პოლიტიკური მიზანი და პოლიტიკურ მიზანს არგებენ შემდეგ ასეთ სახის ტექსტებს. მათი მორალური სტანდარტი ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული ღირებულებებისა. ამიტომ რა თქმა უნდა ამ დონეზე ვერ დავალთ იმ მორალურ სტანდარტზე, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენებას, რაც იკადრა თავის დროზე პასემ. ამ რეზოლუციის მთავარი სიახლე არის ის, რომ ფაქტიურად პირველად გაჟღერდა ის, რომ უნდა განიხილოს ევროსაბჭომ სახელმწიფოთა შორისი მექანიზმის ამუშავება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანონ სარჩელი ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე და ყველა იმ ვალდებულებების უგულვებელყოფის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ევროსაბჭოს წინაშე. ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც ესეთი მოწოდება ჟღერდება და ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება არათუ ვერ პოულობს ვერანაირ გზას ნორმალიზაციის დასავლეთა ჩვენი ურთიერთობების მიმართულებით, არამედ რეალურად ყოველდღე ზრდის საფრთხეს, რომ დღის წესრიგში მათ შორის დაისვას ევროსაბჭოდან საქართველოს გაგდების
საკითხი. პასეს რეზოლუციის პროექტის ბოლო მუხლი წარმოადგენს მოწოდებას ევროპის საბჭოს ორგანოებისა და წევრი სახელმწიფოების მიმართ გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წევრობიდან გამომდინარე ყველა სტანდარტი და ვალდებულება.